სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. ეკლესია ჩვენი სულთმოფენობის დღესასწაულის შემდგომ კვირას, რომელსაც სამებობაც ერქვა და წმინდა ერთ არს სამპიროვან ღმერთს განადიდებდა ეკლესია, წმინდა სამების შემდგომ განადიდებს ყველა წმინდას, სხვადასხვა ღვაწლით გაბრწყინებულ სხვადასხვა საუკუნეში, რომელთა მოიპოვეს მადლი სულისა წმინდისა და ეზიარნენ ღვთის მადლს, გაბრწყინდნენ ცაზე როგორც ვარსკვლავები, პავლე მოციქული ცის ვარსკვლავებს ადარებს, ღვთის წმინდანებს, ზოგი მეტად ბრწყინავს, ზოგი ნაკლებად, ზოგნი დიდნი ვარსკვლავი არიან, ზოგნი მცირენი, მაგრამ მაინც ის კამარაზე არიან. ეს წმინდანები სხვადასხვა ღვაწლით მოღვაწეობდნენ, ზოგმა უფრო დიდი ჯვარი იტვირთა, ზოგმა მცირე, მაგრამ მთავარია ისინი სასუფეველში არიან. ეკლესია წმინდანებს მართალია ყოველდღე მოიხსენებს, მაგრამ რატო იხსენებს ერთად ყველას? იმიტომ რომ იყვნენ ისეთი მოღვაწეებიც, რომელთა ცხოვრების წესი ადამიანის თვალთაგან დაფარული იყო. უამრავი მოღვაწე არსებობდა, სახარისა და კალახარის უდაბნოების ქვიშასავით მრავალნი იყვნენ მამები წერენ. არიცით ყველა მოღვაწეობა და დიდება და პატივი რო არ დავაკლოთ, ყველას განადიდებს ეკლესია ჩვენი, ვინც კი როდესმე გაბრწყინდა და ღვთის მადლი მიიღო. და კიდევ რატო ვიხსენებთ სულთმოფენობის შემდგომ კვირას ყველა წმინდას? იმიტომ რომ ეკლესიამ გაახსენოს თავის შვილებს, თავის სამწყსოს, მათ ვისაც ცხონება და გადარჩენა უნდა, რომ აი ამ სულიერ გზაზე ადამიანს სჭირდება სულიწმინდის მადლი. თუ სულიწმინდის მადლი არ მიიღო ადამიანმა, ის როგორ გადარჩება და როგორ ცხონდება? ესენი სულიწმინდის მადლით ცხონდნენ და გადარჩენ. ყველა ადამიანი სუსტი და უძლურია. წინა კვირას ნახეთ, რომ მოციქულები შიშისათვის 2000-ად რწოდნენ, შეკრებილი იყვნენ ზედა თვალში, სახლში. და როცა კი სულიწმინდის მადლი და სულიწმინდა გადმოვიდა მათზე და უდიდესი ძლიერება მიიღეს და მთელ სამყაროს უქადაგეს ქრისტე და ვერაფერმა ისინი ვერ შეაშინეს. ანუ ჩვენი მიზანი ყოფილა სულიწმინდის მადლი. ესენი წმინდანები იმიტომ გახდნენ, რომ სულიწმინდის მადლი მიიღეს. აი სულთმოფენობის შემდგომ ამიტომ ვიხსენებ. ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი. 64-ის ბაღში ყვავილებით ბრწყინავენ ესენი სხვადასხვა საუკუნეში მეთქი და სხვადასხვა მოღვაწეებით მოღვაწეენ, მაგრამ მთავარია 64-ში არიან. და რატო სულიწმინდის მადლი მოიპოვეს? ყველას თავზე, ხატებზე გამოსახულია და ფრესკებზე შარავანდედი წმინდა. აი ეს შარავანდედი უნდა მიიღოს ყველა ადამიანმა და ეს ყველა მონათლულს მირონცხების დროს ამბობს მღვდელი ბეჭედი მონიჭებულ არ სულისაწმინს. ეს ბეჭდად მიეცემა სულიწმინდის მადლი და თუ ადამიანი იღწვის, თუ ადამიანი ცდილობს ღვთის ცნებებით იცხოვროს, ლოცვით და მარხვით იცხოვროს, ის მიიღებს სულიწმინდის მადლს. სანთელი რადგინდა თუ ჩამქრალია, სანახავათაც კი უსიამოვნოა და უსარგებლოა. სანთელი ანთებული უნდა იყოს. ადამიანს თუ სულიწმინდის მადლი არ აქვს, ჩამქრალ სანთელს გავს ასეთი ადამიანი და დღეს ხსენებული წმინდანები შეგვეწიონ ჩვენო და ყველა ქრისტიანს, რომ აი ეს მადლი სულისა წმინდისა მოიპოვოთ თითოეულმა ჩვენთაგან. როგორ უნდა მოიპოვოთ ეს მადლი? ეს კარგია რომ ამბობ და განადიდებ სხვადასხვა მოღვაწეებს, რომელნიც ზოგნი ღირსნი იყვნენ, ღმერთშემოსილნი, მოწამენი იყვნენ, აღსარებელნი იყვნენ, სხვადასხვა სახის მოღვაწეობა არსებობდა, მეუდაბნოები იყვნენ, დაყუდებულნი იყვნენ, მესვეტეები იყვნენ, სხვადასხვანაირად გაბრწყინდნენ, ლოცველნი, მარხველნი, თამდაბალნი, რა ვიცი, წმინდა ცხოვრები. ეს კარგია და მათ ამ გზაზე უფალმა მადლი მისცა, ამ მადლით განძლიერდნენ.
ხშირად დაუჯერებელია მათი მოღვაწეობა გონებისთვის მიუწვდომელია და ღვთისთვის შეუძლებელი არაფერი არ არის. როცა მადლმოსილი ადამიანი მას შეუძლია დიდი ღვაწლის აღსრულება, რაც ადამიანის ჩვეულებრივი ადამიანისთვის ეს ძნელია, მადლმოსილი ადამიანისთვის ეს იოლია. ვის შეუძლია 40 დღე უზმოთ იმარხულოს, ვის შეუძლია რომ დღეები მუხზე იდგეს და ლოცვებს აღავლენდა და წმინდა სერაფიმ ესწავლა 1000 დღე ქვაზე იდგა. ვის შეუძლია უდაბნო სიცხე იტვირთოს და დღე და ღამე იყოს ის ლოცვაში, მთიცხელ მარხვარში და სხვადასხვა ღვაწლში. სული წმინდის მადლ შეუძლია ვინ გაუშვებს თავის შვილსო პურის ჭმევის გარეშე, ვინ გაუშვებს მიწის დასამუშავებლად ადამიანს, რომ არ გაატანოს გუთანი, ვინ გაუშვებს მეუბარს, რომ არ მისცეს მახვილი და ფარი. უფალი მადლს აძლევს თავის მოღვაწეებს, ვისაც უნდა მართლა მოღვაწეობა და სულისხონება, ვისაც უნდა. რომ ხედავს უფალი გულსა, კაცისასა და ნამდვილად უნდა, რომ სული იცხონოს, გადარჩეს, სიწმინდე, სიმართლე, სიკეთე მოიხვეჭოს, უფალი აუცილებლად მას სულიერ საგზელს აძლევს. იმას ვამბობდი, როგორ უნდა შეძლოს მეთქმარა, სანამ ამას ვიტყოდით. მოციქულებიდან დავიწყოთ. რამდენი ღვაწლი იტვირთეს მოციქულებმა, ველურ ხალხთან მივიდნენ, იმპერიებს შეეჭიდნენ, არც სიმდიდრე ჰქონდათ, არც ძალაუფლება ჰქონდათ, არც რამე ძალა ჰქონდათ განსაკუთრებული. არაფერი განსაკუთრებული თვის უბრალო მეთევზეები იყვნენ, მაგრამ მადლი ჰქონდათ სულისაწმინდისა. და იმპერიები, რომელიც მათ დაუპირისპირდნენ, დაემხნენ და დღეს აღარ არიან. სახლები, რომელთაც ისინი არ მიიღენ, დაიშალნენ და მიწის პირისაგან აღიგავნენ. ყველა ძალა მათ წინაშე იყო მოდრეკილი, რატომ მადლი ჰქონდა სულისაწმინდის. რა არ გაიარეს აი ამ სხვადასხვა ღვაწლის ადამიანებმა, რა დევნა, რა განსაცდელი, რა ცხოვრებისეული სირთულეები, მაგრამ ისინი გადაარჩნენ და სხვანი მრავალნი გადაარჩინეს. როგორ შეძლეს ეს? სულიწმინდის მადლით შეძლეს. დაუჯერებელი ცხოვრება ჰქონდათ მათ, ან მოწამენი, როგორ სასტიკ და საშინელ წამებას ითმენდნენ. ერთი ასანთის დღეზე ხელი რომ დაგეწოს ქვეყანა შეყრის ადამიანი და წავდნენ ცოცხლად, მაგრამ ღმერთს არ უარყოფდნენ. ქოლავდნენ ქვებით, სხეულს აჭრიდნენ და აგლეჯდნენ. ვერაფერს გახდნენ, ვერ მოერივნენ. რატომ? სულიწმინდის მადლი ჰქონდათ ამ ადამიანებს. ხაზს უსვავ, აი ეს ჭირდება. და როგორ უნდა შევძლოთ მეთქი ამ მადლის მოპოვება? ეს კარგია ვლაპარაკობ, რომ აი მადლია საჭირო და სულიწმინდა უნდა მივიღო და უნდა ჭურჭელი გავხდე და ტაძარი გავხდე. დღეს ეწერა სახარებაში ეს. უფალი ამბობს, რომ რომელმან მაღიაროსო ადამიანთა წინაშე, მეც ვაღიარო, რომელმან უარყოს, მეც უარყო. ესე იგი უფლის აღიარება უნდა მოხდეს. კი არა შეგწყვეს შენი ღმრთისა და შენი რწმენისა და უფლის მცნებებისა. დღეს თუ მრუში, მკვლელი, მატყუარა, მზაკვარი არა ხარ და ოხერი, სირცხვილია, სიწმინდე, სიმართლე, სიკეთე. თუ გახრწნილი არ არის ადამიანი, თუ მოწყალია, თუ თავმდაბალია, თუ მგელია, მაშინ კაი ადამიანი. აი ესეთი აღრევა მოხდა ღირებულებისა. ცხოვრების წესი უნდა აღიაროს, მარტო ბაგით არა, თუმცა ბაგითაც. და ცხოვრების წესსაც უნდა აღიაროს, რომ ის ქრისტიანია. ვისაც ჩემი შერწყვესო, მე შემწყვება უფალი ამბობ იმისიო. ვინც მე მაღიარებს, მეც ვაღიარებ და ვინც მე უარყოფო მამის წინაშე და ანგელოზების წინაშე სხვაგან ამბობს. ვისაც ჩემზე მეტად უყვარს დედა, მამა, შვილი, ჩამოთვლილი, არა არ ჩემ და ღირსო. და დედა, მამა კი არა, რამდენჯერ ცოდვა უფრო შეიყვარა ადამიანმა, ვიდრე ღმერთი. და იმ მადლი როდის მოვა, როცა აღიარებს ადამიანი უფალს თავის ცხოვრები და ბაგით, როცა შეიყვარებს უფალს დიდება ღმერთს, როცა ჯვარს აიღებს ადამიანი, უარყოფს თავს და
ჯვარს აიღებს სახარებაში ეწერა რომ ჯვარი უნდა იყოს ადამიანი რაც მოეწევა მასზე და თუ იტვირთავს ამას უდრტვინველად თუ მოითმეს ამას ერთი ადამიანი ყვებოდა წუხდიო ფეხსაცმელი არ მქონდაო და მერე ფეხებ მოკვეთილი ადამიანი ვნახეო და ხმას როგორ გამოვიღებდიო ჩემი ტერფები დავდიო და ჩემი იოგები მზიდავდაო ხშირად ჩვენ რაღაცა ავადმყოფობა შეჭირება განსაცდელი გვაქვს და აბა გაიხედე გარეთ რა ხდება ამიტომ შენი ჯვარი გაქვს შენი ნიჭი გაქვს ეფრემასური ამბობს დიდებული რომ ყველა ადამიანსო სხვადასხვა ნიჭები აქვს სხვადასხვა ტალანტები აქვს სახარებაში ეს ტალანტები უნდა გაანამრავლოს და კი უნდა დაფლას ეს ადამიანმა აი ესე უნდა იცხოვროს დღევანდელი სახარება წაიკითხეთ ეხლა ვინ გადაშლეს აიქედან და ვინ კიდევ ერთხელ გულით წაიკითხავს ესე იგი ვინც ამას გააკეთებს კიდევ ესე იგი ის არის გონიერი ადამიანი და ის არის მართლა მძებნელი სულისა წმინდისა რომ აი თურმე როგორ შეიძლება მადლის მოპოვება აი აქ წერია დღევანდელ სახარებაში უფლის აღიარება უფლის ყველაზე მეტად შეყვარება და ჯვრის აღება აი ეს არის მთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვის დიდი მამა მოძღვარი ამბობს რომ წმინდანებს დაუახლოვდითო და როგორ მათი ცხოვრება წაიკითხეთ მათი მაგალითი მათი სულიერი ღვაწლი მათი მადლი თქვენთვის იქნება მისაბაძი სასურველი და შეეცდებით რომ თქვენც ასე იცხოვროთ როგორც ისინი ცხოვრობენ დიდება ღმერთს წმინდანთა ცხოვრებას უნდა იცნო დღეს ვის არ იცნობენ ადამიანები ვის სახელი არ გინდა პოლიტიკოსი აიღე გინდა სპორტსმენი გინდა მსახიობი რა ვიცი მათ რა აცვია ჩიგინდ რამის იციან ჩაყოლილებიან რა ჭამენ ისინი იციან მარადიულობა რომ მოიპოვეს იმასთან უნდა მეგობრობდეს ქრისტიანი დანარჩენ სამყაროს ეს არ აინტერესებს არის ფართო გზა ათასები და მილიონები მიუყვებენ არის ვიწრო რომელსაც ჯვარ მოკიდებული ქრისტიანები მიუყვებიან ერთის თავთან უფალი დგას მეორეს თავთან ეშმაკ აი ამ მცირედში უნდა ვიყოთ კითხეს უფალს ვინ გადარჩებაო და ხოლო მცირედი გადარჩებაო ვინ არის ის მცირედი ვინ სული წმინდის მადლი მოიპოვა და კიდევ ერთხელ აი ეს ზოგადად ლამაზი ლაპარაკი კარგია მაგრამ კონკრეტულად რა უნდა ვთქვათ აი მაგარი დიდი თავის ცხოვრების გამოცდილებით ამბობდა ასე იცხოვრა გამოსადა დიდი იძულება უნდა მოახდინო საკუთარ თავზე ძალიან უნდა იშრომო უფლის სიტყვები უფლის ცნებები რო შეასრულო თუმცა ადამიანი მარცხდება აი ამ გზაზე შეიძლება ცოდვას ძლებს ნებას ძლებს მაგრამ შენ უნდა გულს მოდგინება გამოიჩინო ძალიან უნდა იშრომო აი როცა უფალი ხედავს რომ მართლა გინდა გადის დრო წლები და შენ თავს არანებებ და მაინც ცდილობ რომ წარემართო სულიერ ღვაწლში და ღვთის სიტყვის აღსრულებაშიო მოგივლენსო სული წმინდის მადლსო რომელი არის ნეულთა მკურნალი და ნაკლო ლევანთა აღმავსებელი აი ეს არის ჩვენი ცხოვრება ჩვენი მოღვაწეობა დიდი მცდელობა დიდი იძულება დიდი ღვაწლი დანარჩენი სამყარო რომ გადავარდნილია ნაყროვანებაში პატიმოყვარებაში ვერცხლის მოყვარებაში სიბილწეში ამ პარტავნებაში ამ წუთის სოფლისეულ თქმობაში და ეშმაკს არის ჩაყუდებული ქრისტიანები ცდილობენ რომ თავისი ღვთის სიტყვა აღასრულონ აღიარონ თავიანთი სიტყვითა და თავიანთი ცხოვრებით და უფალი მათაც აღიარებს მათაც მისცემს სული წმინდის მადლს სულთმოფენობა იყო წინა კვირას ამ კვირას ვიხსენებთ ყველა იმ ადამიანს ვისაც წმინდანი ეწოდა და როგორ ეწოდა წმინდანი და რით გახდა წმინდანი ვიმეორებ რომ კარგად დავიმახსოვროთ თვითონმა ჩვენთაგანმა სული წმინდის მადლი მოიპოვეს სათხოვარი ეს უნდა იყოს აბა ვის უთხოვია უფალო მომადლე მადლი სულისა წმინდისაო სული წმინდა მოვიდესო ჩვენზე და ვის უთხოვია და ამას ყოველდღე უნდა ითხოვდეს ამის ზიარი გამხადე უფალო
მადლიზი არის რა იწერია წმინდა წერილში რომ დაბალთა მოჰცებ მადლსო დაბალს მოეცემა მადლი აი მამები წერენ რომ თუ ბაღში შეხვალო ტოტებ დახრილი ხე ნაყოფიერია სიმძიმე აქვს ტოტებს ნაყოფისგან და დაბლაა დახრილი ეს თავმდაბალი ადამიანის სახეა თავმდაბალი ადამიანი ნაყოფიერია თუ ტოტები მაღლა შვერილი ზემოთ მაშინ ეს ხეები არ არიან ხსმოიარეები ეს ამპარტავნება ადამიანის სახეა და მე ბაღეობაში ერთი წმინდა მამა წერს და მე დავინტერესდი მარცაც ესეა დაბლა ხრიან ტოტებს და ხშირად რაღაცა ფორმით აი ზოგი მძიმე ქვას დაკიდებს ან რაღაცა სიმძიმეს რომ ტოტები დაიხაროს და თურმე ისეთი ქიმიური პროცესები ხდება ხეში რომ იწყება მსხმოიარობა ხისა ანუ მამები წერენ რომ ეს წმინდა მამა წერდა რომ თუ დაიმდაბლე თავიო მაშინ უფალი აღამაღლებსო ნაყოფიერი იქნებიო სათნოებები მოგროვდება შენშიო სული წმინდა განისვენებს შენშიო და აი ვეძებოთ ეს სიმდაბლე და როგორ სიმდაბლე ჯერ აზრებში უნდა დამდაბლდეს ადამიანი და მერე ცხოვრების წესით უნდა დამდაბლდეს ისე ფასი არ აქვს ივლის ადამიანი და გადაივლის ეგრე ბევრმა გადაიარა ზოგი ზეცისკენ წავიდა ზოგი ჯოჯოხეთისკენ და ვინ წავიდა ზეცისკენ ვინც ამ ცხოვრებაში მოიპოვა მადლი სულისა წმინდისა ამინ შეგახსენებთ რომ პეტრე პავლობის მარხვა მოციქულთა მარხვა იწყება გილოცავთ მარხვის დაწყებას ბევრია ესე იგი რომ გადახედავ ხშირად გავიგონია რომ რამხელა მარხვაო დიდხანს გრძელდებაო როგორ გული წყდება ადამიანს რომ ვერ გააძღება რაღაცა ცხოველური საკვებით და რა და მარხვაში ადამიანი მადლს მოიპოვებს მიწიერს დაიკლებს სტომაქ შეისუსტებს ხორცი შეჭირვდება მაგრამ სული აყვავდება სული გახდება მადლის სადგური გამძღარ და გაზულუქებულ ვნებებით ავსე ადამიანში როგორ იქნება მადლი აი მტრედი გადმოვიდა ნათლისღების დროს უფალზე და მიანიშნა რომ წმინდა ვინც არის სული წმინდის მადლი მასზე გადმოვა სასიხარულოა რომ მარხვა იწყება მოციქულები შეგვეციონ რომ ეს მარხვა ისე ვიმარხულოთ რომ ისე განვიწმინდოთ რომ სული წმინდის მადლი მოვიდეს ჩვენში და დაემკვიდროს სხვა რამეს რა ფასია ან ჩვენ ქრისტიანობა ან ჩვენ მოღვაწეობას ყველა ვინც ზეცაში ვარსკვლავად იქცა პირობითად რო ვთქვათ ხატოვნა და უფლის 64-ის ბაღში ყვავილებად ყველა მიიღო სული წმინდის მადლი და ინებოს უფალმა რომ აი მცისკაბადონზე ქრისტიანობის მცისკაბადონზე როცა უფალინებებს თქვენს ვარსკვლავი ყოფილიყავით და თვითონ ჩვენთაგანი ჩვენს უფლის 64-ის ბაღში სურნელოვანი ყვავილები ყოფილიყავით და უფლის სათნო ყოფილიყო ჩვენი ცხოვრება მერთმა დალოცო საქართველო საქრისტიანო თითოეული ჩვენთაგანი ამინ მადლი უფლისა იყოს თქვენთან ყოველთათან ამინ ღვთისმშობლის შემდეგ არადა უფლის მერე ღვთისმშობელს განადიდებს სამყარო ქერუბიმებზე სერაფიმებზე მეტად ღვთისმშობლის შემდეგ ყველაზე განდიდებულია იოანე ნათლისმცემელი დიდება მის სახელს და ეკლესია ჩვენი იხსენიებს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამე პოვნას იცით რომ ეს ძალიან დიდი სიწმინდეა დედათაგან ვინც იშვა მასზე დიდი არ დაბადებულაო თვითონ უფალი ამბობს წარმოიდგენთ რამხელა წმინდანია რომ დედათაგან ვის ციშვა მასზე დიდი არავინ არ იყო და იცით რომ სიმართლის გამო ჰეროდემ ჰეროდიადას და სალომეს მანქანებით ბოროტი მანქანებით და სურვილი თავი მოჰკვეთა და იოანამ დამარხა ბაღში ეს და შემდგომ რომ გავიდა წლები ერთ-ერთმა ღვთისმოყვარემ რომელსაც ტაძარი უნდა დაეშენებინა იპოვა ეს თავი და პირველი მოძიება დღეს მესამე მოძიება მაშინ მოხდა აი ამ თავისა და მე სიკვდილის წინ ისევ დამარხა რომ ვინმემო არ შეურაცხყოფო და შემდგომ გამოეცხადა ორბერს იოანე ნათლისმცემელი დაუწყა სად იყო მის თავი და მათ იპოვეს და განადიდეს ღმერთს და აღმოჩნდნენ რაღაცნაირად
ნაკლოვანი ადამიანი და სხვა ადამიანს მიაბარეს დაუდევრათ ეს დიდი სიწმინდე და გამოეცხადა იოანე ნათლისმცემლოდ რა მორბერს გაეკეცით, წაიღეთ ჩემი პატიოსანი თავიო. და შემდგომ მათაც ესე იგი ეს დიდი ხანი ჰქონდა, მერე თავის დას დაუტოვა როგორც ამბობს ისტორია, სიკვდილის წინ და მერე მის დაკრძალა და ის მეორედ კიდევ ესე იგი მოძიებული იქნა, მეორედ პოვნას ეძახიან ამ ორ პოვნას. და შემდგომ კონსტანტინოპოლში განდიდდა სამეფო ქალაქში და რო იყო ჯვაროსნების შემოსევები და განსაცდელები, ეს აფხაზეთში ჩვენ მიწაზე, საქართველოში იყო გადმოტანილი. და აქ ინახებოდა, დღევანდელ დღეს ეს არის მესამე პოვნა, როცა აფხაზეთში დასრულდა ეს განსაცდელები, აღმოაბრძანეს და იქ სასწაულებრივად გამოისახა და წააბრძანეს ეს ისევ კონსტანტინოპოლში და დღევანდელ დღეს სამ ადგილას იტყვიან. ესე პირველი არის ამიენში, მე ყოფილ ვარ საფრანგეთშია. ესე იგი პარიზთან ახლო ქალაქია და შუბლის ძვლის ნაწილი და სახის ნაწილია და ძვირფასი ნიღაბია გაკეთებული და ამიენში არის ის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმი აქვს იქ საეკლესიო და იქ ინახება. მეორე ნაწილი არის რომში და მესამე ნაწილი არის დამასკოში, მეჩეთშია. ადრე იქ ეკლესია იყო და რომ დამარხეს, დაიპყრეს ეს ადგილი, მეჩეთად გადააკეთეს და მის სიღრმეებში ჭები იყო და იქ ერთ-ერთ ჭაში იყო ჩაბრძანებული ნაწილი და რომ მოინდომეს ამოღება, მისი როგორც აღდუღდეს, ისე აღდუღდა სისხლის ფრა წყალი და ვეღარ ახლეს ხელი. და დღესაც დამასკოში მეუთითებენ, რომ ამ ადგილას არის მისი წმინდა თავის ნაწილი, ძვლების ნაწილი. აი სამ ადგილას იტყვენ და სულ ახლახან ბულგარეთშიც აღმოჩნდა რაღაც ცირე ნაწილები. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა მოწამენი, ღირსები, ღმერთშემოსილები, აღსარებელნი, ქალწულნი, მარხველნი, მლოცველი, მეუდაბნოენი, მესვეტენი, ასკეტები, ყველა ვინც გაბწმინდა და ზეცის კუთვნილება და ვინც სულიწმინდის მადლი მოიპოვა, მათ ილოცონ ჩვენთვის, რომ ჩვენ ერზე, ჩვენ ხალხზე, ჩვენ მრევლზე სულიწმინდის მადლი გარდამოვიდეს. თითოეული ადამიანის დღესწაულია, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი ანგელოზი ყავს, თავისი მფარველი წმინდანი ყავს, რომელიღაცა წმინდანი, ესე იგი არის მისი მფარველი, მის სახელს ატარებს, ან მის საპატივცემულოდ დაარქვეს ეს სახელი და დღეს აბსოლუტურად ყველა ქრისტიანის ანგელოზის დღეა. და ყველას გილოცავ თქვენი ანგელოზის, თქვენი მფარველი წმინდანის ხსენებას. ყველა წმინდას განადიდებს ეკლესია და არავის არ აკლებს დიდებასა და პატივს. მადლი უფლისა იყოს თქვენთან და ყოველთათან. ამინ. ჩვენ გვთხოვეს ჩვენმა მრევლის წევრებმა, რომ შაბათს მიცვალებულთა სახურება აღვავლინოთ, რათა ესე იგი მათი ახლობლები მოიხსენიოთ წირვის დროს და პარასკევს ვილოცებთ. უმამრავჯერ არის მიცვალებულთა კვერექს და შაბათს წირვის დროს მათ გავაბრწყინებთ, როგორც ეს მრევლის წევრებმა ითხოვეს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა გაგახაროთ, გილოცავთ მარხვის დაწყებას, ყველას გააქვს ლოცვა კურთხევა, რომ წმინდა მარხვა შეინახოს და ამის წილ, ამ ღვაწლის წილ, ადვილი არ არის მარხვა თუ ნარხვა ქვია, თუ დანაყრდი მშრალი პურითაც ესეც არ არის მარხვა. თუ მართლა იმარხულა ადამიანი, ამის წილ უფალი დააჯილდოებს მადლით ღმერთმა გაგახაროთ.